თანასწორი ჩართულობით ჩვენ ერთად ვახცევთ წარმატებას. ყველგან და ყოველთვის ჩვენ ვერთიანდებით ძალადობის წინააღმდეგ. ქალების მიმართ ძალადობას სხვადასხვა სახე აქვს. ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ჩაგვრა ფიზიკურ ძალადობაზე არანაკლებ სახიფათოა. ამიტომ მოგიწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს. ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ თანაბარი შემართებით ავიმაღლოთ ხმა. გენდერული თანასწორობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ თითოეულ ჩვენგანი ვალდებულება. ძალადობის არც ერთ ფორმას არ აქვს გამართლება, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ძალადობის დამარცხებას. გომბურეთის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას. ჩვენ ერთად ყოფნით ძალიან ბევრ ამას მივახცევთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. ჩვენ ვერთიანდებით ძალადობის წინააღმდეგ. ძალადობა დანაშაულია. ერთად მივახცევთ წარმატებას. ძალადობაზე საუბრისას თითოეულ ჩვენთაგანს აუცილებლად გვახსენდება კონკრეტული შემთხვევა, რომელთაგან ზოგიერთი მეტნაკლებად, ზოგიც კი უმძიმესი შედეგი დასრულდა. ძალადობის განხილვა ისეთ ჭრილში, როგორიცაა რელიგია, კულტურა ან ტრადიციები, წარმოუდგენელია და დაუშვებელია. ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია. სამწუხაროდ COVID-19 დროს იზრდება ქალების რიცხვი, რომლებიც ძალადობრივ ურთიერთობაში არიან და თავს იზოლირებულად გრძნობენ. თანასწორობისთვის ბრძოლა არ შეჩერებულა. გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფრქვევად 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში. მთელმა საზოგადოებამ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამისათვის გადამწყვეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ძალადობის ყველა ფაქტის გამოვლენა და მათზე რეაგირება. ასევე მთელი საზოგადოების გაერთიანება ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად. არ დამალოთ ძალადობის ფაქტები, არა ძალადობას. დასაგმობია ქალთა მიმართ ძალადობა. იმედია ჩვენი ქვეყანა შეძლებს ჩვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად შექმნას ისეთი გარემო, სადაც ყველა ქალი არის დაცული. ადამიანები მოძალადეებად არიბადებიან. ისინი ასეთებად ყალიბდებიან და ამის მთავარი მიზეზი ისე და ისე ძალადობაა. რადგან ნებისმიერი მოძალადე წარსულში თავად ყოფილა უამრავი ძალადობის მსხვერპლი. ნუ ვიძალადებთ ჩვენ შვილებზე და ნუ ვაქცევთ მათ მოძალადეებად, არა ძალადობას. ჩვენ ვართ თავისუფალი თაობა და ჩვენ გვმობთ თავისუფლების შელახოს. უთხარი არა ძალადობის. ძალადობა ძალის არარსებობის ნიშანია. ძალა სურვილების, ემოციების, ქმედებების მართვაშია. პატივიათით ნებისმიერი ქალის ინდივიდუალიზმის. ნუ დაუშვებთ ძალადობას თქვენ ზირგული. თუმილით ვერ დავამარცხებთ ძალადობას. თუ შეეგუებით ჩაგვრას, შენობს უფლება იყო თავისუფალი.